გარემო სადაც ცხოვრობთ. ვსუნთქავთ. მოძრაობთ. დავიცვათ, რათა ვიყოთ დაცულნი. ეკომედია სოფო ძიგუასთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს ხუთშაბათია, დღის პირველი საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერშია გადაცემა ეკომედია. მე გახლავთ გადაცემის წამყვანი სოფიო ძიგუა და მომდევნო 1 საათის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ გარემოს დაცვის საკითხებზე. ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, მოგის თემა, რომელიც შეიძლება ზოგიერთისათვის გაუგებარი, ესე ვთქვათ, სიტყვა იყოს, თუმცა ჩვენ განვმარტავთ, რაც ყოველსათვის თვალხილული და ასე ვთქვათ, ყოველსათვის პრობლემური საკითხია მით უმეტეს ჩვენს ქალაქში თბილისში. მანამდე კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები, ქალბატონი ინგა ღვინირია, ექიმი ტოქსიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ვიქტორ ჩიხლაძე, გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი და ავთანდილ ამირანაშვილი, გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი ასევე. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემა გვაქვს და ვისაუბრებთ ასევე ძალიან საინტერესო და გასაგებად მსმენელებისათვის. მე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ჩემი დაინტერესება ამ თემით გამოიწვია სწორედ ჩვენი სტუმრების, ასე ვთქვათ, გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლების ბატონი ვიქტორის და ავთანდილ ამირანაშვილის მიერ, ესე იგი ჩატარებულმა მონიტორინგმა კვლევამ, რომელიც ჩავიდება და მეხელდა, ესე მე ვიფიქრე, რომ გადაშალა ეს წიგნი იყო ძალიან რთულად გასაგები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბოლომდე დავიწყე კითხვა, რაც არ უნდა, ესე ვთქვათ, ცოტა უცნაური იყოს, დასკვნა გამომდინარე, ვიფიქრე, რომ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და დავიწყე კითხვა და მართლა წყალით წავიკითხე და ძალიან ჩვენეული და პრობლემური და გასაგებიანი დაწერილი წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სამეცნიერო, ესე ვთქვათ, კვლევითი მონიტორინგული ხასიათის წიგნი. მადლობა იმისათვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად და პირველი კითხვა მინდა დავსვა ბატონ ვიქტორს, იმისათვის, რომ გასაგები გახდეს, თუ რა არის სმოგი, მსმენელმა რომ გაიგოს, რას ნიშნავს, საიდან მოდის. გთხოვთ გვიპასუხოთ მოკლედ ამ შეკითხვაზე. მოგესალმებით, დავიწყოთ იმაზე, რა არის სმოგი, საიდან დავიწყეთ ეს ცნება. არის ცნობილი ასე წოდებული რამდენიმე ტიპის სმოგი. ერთი ლოს-ანჯელესისა, სადაც უამრავი რაოდენობის მანქანები იყო, ქვაბულში არის ქალაქი და ისეთი რაოდენობის გამონაბოლქვი იყო, რომ ცუდად ხვდებოდა ხალხი. მეორე ტიპისა ეს არის ლონდონში, ლონდონის სმოგი. იქ ძირითადად იყო გამოწვეული იმით, რომ არის ძალიან ნისლიანი, ტენიანი ჰაერი იქა, პლუს დიდი რაოდენობით იყო ფეჩები, რომელიც თავის დროზე მუშაობდნენ ქვანახშირზე. და მესამე არის ასე ვთქვათ, ალასკის წინულოვანი სმოგი. ეს არის სმოგის სახეობები, თუმცა როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რა არის სმოგი? რა არის და როგორ არის? გასაგები, ანუ რა არის როგორ არის, სამწუხაროდ მაგას ვერც გაზომავ, ვერც ვერაფერს ვერ იზამ უშუალოდ, მაგრამ ვინც ქალაქში ჩვენთან თბილისში ცხოვრობს, აი დღესაც რომ გამოხვიდეთ და შეხედოთ ცას, ცა მითომ გამჭვირვალეა, მზიანატებს, ყველაფერი სუფთად არის, არც ერთი პრობლემა არ ჩანს, მაგრამ აბა საერთოდ ცოტა შორს გაიხედეთ. ხედავთ რომ რაღაც ნისლივით არის. თუ ზევიდან ჩამოდიხართ, ეს იქნება წყლეთიდან ჩამოსვლა თუ იმ ადგილებიდან, რომელიც გაცილებით მაღლა ქალაქის საშუალებიდან, ნაირ ნახავთ, რომ არის ნისლი. გაურკვეველი ფერისა, რომელიც შეიძლება იყოს საკმაოდ, ასე ვთქვათ, სანახაობრივი, დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით, და როცა არა გვაქვს ქარი რამდენიმე დღის, ზოგჯერ არის ხოლმე რამდენიმე კვირის განმავლობაში არის მზიანი, წყნარი, უქარო ამინდი, აი მაშინ ეს რაოდენობა გამონაბოლქვისა ძირითადში, რომელიც მზის დახმარებით შედის მე ფოტოქიმიურ რეაქციებში და იქმნება ასე წოდებული მეორადი აეროზოლები, რომლებიც უკვე აკეთებენ იმას, რომ როგორც ვთქვათ, ნისლი ისე არის. გასაგებია. საინტერესო ალბათ ეს ყველაფერი როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ მინდა ქალბატონი ინგა ღვინირიას დაუსვა შეკითხვა. რა ზეგავლენას ახდენს საერთოდ საარსებო გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე ეგრეთ წოდებული? მოგესალმებით. ძალიან კარგია ის, რომ გარემო პირობებს უკავშირებთ ადამიანის ჯანმრთელობას. ეს ცნობილი ფაქტია და მიღებულია ის, რომ გარემო, ნიადაგი, წყალი და ჰაერი თავისებურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და ამ გარემოდან ჰაერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
და მოგეხსენებათ რომ ჰაერის ზეგავლენით ხდება არა მარტო გართულებები ეგრეთ წოდებულ რისკ ჯგუფებში, არამედ სხვადასხვა დაავადებების განვითარება და ხელშეწყობა. ეხლა რაც შეეხება სმოგთან მიმართებაში, საერთოდ ის რთული ქიმიური კომპლექსი, რომელიც გამონაბოლქვების შედეგად ჰაერში არის ჩვენთან დროისთვის თბილისში, ეს არის აზოტის ჟანგეულები, გოგრილის ჟანგეულები, სხვადასხვა მძიმე მეტალები, შეწონილ მდგომარეობაში მყარ ნაწილაკებში მყოფი ათასნაირი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კოქტეილები, ეს პირველ რიგში აზიანებს და ცუდად მოქმედებს ბავშვთა ორგანიზმზე, მოხუცთა ორგანიზმზე და ისეთი ადამიანების ორგანიზმზე, რომლებსაც გარკვეული დაავადებები ისეთი გულსიზარდე სისტემის დაავადებები და სასუნთქი სისტემის დაავადებები. აი მათთვის ეს განსაკუთრებით ძნელია და განსაკუთრებით ორაცაღებია და აი ცნობილია რომ ისეთ პერიოდში როცა გამძაფრებულია ეს ყველაფერი, აი ამათი დაავადებები და აი ამათი საერთო მდგომარეობა ძაფრდება და მოსარიდებელია ასეთ გარემოსთან ადამიანები. გასაგები ალბათ საინტერესოა თუ რა ქმნის, რა ფაქტორები არიან ისინი, ვის ქმნიან საერთოდ ანუ ეს სმოგი წარმოიშვება, რა ფაქტორები წარმოიშვება, რა უწყობს ხელს სმოგის წარმოიშვებას? თბილისში ძირითადად სმოგის ძირითადი წარმოქმნელი ფაქტორი არის ეს ავტოტრანსპორტი. ერთი 30 წლის წინ ავტოტრანსპორტთან ერთად წარმოქმნილი მუშაობდა და წარმოქმნის იყო ფაქტორი, მაგრამ ამჟამად ძირითადად ტრანსპორტი. ისე იგი ახლა პოპულარულად რომ ახსნათ რა ხდება. ისე იგი ჩვენთან ძირითადად არის ისე იგი ძველი ტრანსპორტი, დაახლოებით 95% ტრანსპორტის არის ძველი. ისე იგი ამავდროულად ერთდროულად არის მხარი ნაწილაკები ერთწოდებული და აირებიც. აირები ძირითადად აზოტის ჟანგეულები და ასე შემდეგ. ვიცი რომ ევროპაში ძალიან კარგად შეიძლება ითქვა ორეცფერიანი და არავითარი ისე იგი ფეხსაცმელზე არავითარი ის არ იქნება თქვა მტვერი შევსეული. ჩვენთან ისე იგი მეორე მესამე დღეს უკვე უნდა გაწმენდო ფეხსაცმელი და აჩამს რომ ეს მტვერი არის. ეს მტვერი არის ძირითადად ტრანსპორტის მტვერი, რომელიც არის მსხვილი ნაწილაკები. ტრანსპორტის გარდა კიდე რა საშუალებებს მაგრამ ეს მტვერი ყველაზე უბედურება არ არის, არა, იქ არის მეორე ნაწილი, რასაც ბარონი ექტორმა ახსენა არის ეგრეთ წოდებული მეორადი აეროზოლები, მეორადი მტვერი. ეს არის მეორადი ნაწილაკება, რომელიც იქმნება უკვე აირებიდან. მოდის მთელი ის რიგი ჯაჭვი ქიმიური რეაქციების, რომელიც მუდმივად არის და უფრო ინტენსიური არის მზის პირობების დროს. ეს არის ფოტოქიმიური რეაქციები. ანუ იქნება ისე იგი ნაწილაკები, მალილები, ანდა მჟავეები და ასე შემდეგ და ეს ერთად ყველაფერი სულქმის ორგანოებში ადამიანში შედის. ეხლა რამდენი ნაწილაკი არის კუბიკურ სანტიმეტრში ესეთი პატარა ნაწილაკები? ათასობით. 50,000, 20,000 და ასე შემდეგ. ესეთი უზარმაზარი რაოდენობის ნაწილაკების ის არის. აი ერთობლიობაში ეს ყველაფერი, ეს აირი, ეს პირველადი ნაწილაკები, ეს მეორე ნაწილაკები და ასე შემდეგ, ამას ქმნის სმოგი. ეს ნარევი. ეხლა სმოგს არ აქვს გამართება, მაგრამ სმოგის კომპონენტები შეიძლება საზღვარგარეთ გავზომოთ. ერთ-ერთი ძირითადი სმოგის წარმოქმნელი ქიმიური ნივთიერება არის ოზონი. ოზონი ბუნებაში საერთოდ სულ არის და ძირითადად იქნება მაღალ სიმაღლეებზე 25 და 20 კილომეტრი. იქ არის ეგრეთ წოდებული ოზონის შრე. მაგრამ ფოტოქიმიური რეაქციების დროს ოზონი იქნება მიწისპირა ფენშიც.
და ძალიან დიდი კონცენტრაციები. ეს ზონები არის ძალიან საშიში ნივთიერება. ისე იგი ემდროულად ეს არის სასარგებლო, თქვა, ემჩეკების დროს ოზონი იქნებოდა აი მცირე დრო არ აუშვებს რომ ისე იგი ადამიანზე იმოქმედებს, ისე იგი რაღაცა როგორც წარმალი ისე მოქმედებს, არა? მაგრამ ხანძრული ის ზემოქმედება, რომელიც ახდენს ადამიანზე ოზონი, უკვე ძალიან მალე არის. ოზონი არის ერთ-ერთი ისე იგი ნივთიერება. რატომ ახსენე ეს ოზონი? ოზონი არის ინდიკატორი. ინდიკატორი სმენის ინდიკატორი, ფოტოქიმიური სმენის ინდიკატორი. თუ მონიმათა ოზონის კონცენტრაცია ისე ჩათვალოთ, რომ ეს ქიმიური რეაქციები მიდის, ოზონთან ერთად უამრავი სხვა ნივთიერებებიც იქნება ატმოსფეროში, რომელიც ისე კი მეორე ადამიანის განსაკუთრებაში შედის. გესმით? ოზონი რატომ გახსენე? ამ ოზონზე არის ნორმატივები. ისე იგი ევროპული, ამერიკული ნორმატივები და ასე შემდეგ, ანუ რაღაც ზღვაზე უკვე არის ისე იგი საშიში. ძალიან დიდი კონცენტრაციები თუ არის განგაშიც. ჩვენთან რა სიტუაციაა ამ ხრივ? ჩვენთან ის სიტუაცია არის, რომ ჩვენთან ეს ნორმატივები არ მუშაობს. საერთოდ არსებობს ადგენილი ნორმატივები? არის, ჩვენთან არის ოზონზე ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი ნორმატივები, მაგრამ ეს ნორმატივები ჩვენთან არ მუშაობს, იმიტომ რომ სულ სხვა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა არის. და თქვა, იგივე კონცენტრაციები, რაც მოქმედებს, თქვა, ევროპაში, ჩვენთან, თქვა, რაღაცა არის დონე, ოზონის დონე, რომელიც ისე იგი მოქმედებას ახდენს ევროპულ ქვეყნებში, სადაც დაავადებული ცხოვრება არის. ჩვენთან იგივე ეფექტი გაცილებით ნაკლები კონცენტრაციებიდან იწყება. რა შეუშვია ეს შევაფასოთ, რომ ისე იგი 50 წლის წინ ზემოქმედება ადამიანზე გაცილებით მაღალი კონცენტრაციებიდან იწყებოდა. თქვათ, სიტყვაზე, თუ ავიღოთ, მაშინ ისე იგი სექტორნულობა მატულობდა, როცა ოზონის კონცენტრაცია იყო 80 მიკროგრამი და მეტი, ეხლა ეს ზღვარი ჩამოვიდა 50-ზე. იგივე ეფექტი. ეს ნიშნავს, რომ შეიცვალა. ისე იგი შეიძლება ფიზიკოსები, მედიკოსებთან შეთანხმებით არის, რომ ერთი პირობები შეიცვალა. სამედიცინო, თქვათ, მსახურება სხვა დონეზე არის, ერთის ფაქტორი დაემატა ეს მოსახლეობის დაბედებაც არის და უფრო გრძნობიარე გახდა ეს ადამიანი, ესე იგი, აი ამ ზემოქმედებას. გასაგებია, ბატონო ვიქტორ, მცირედ ესე იგი, გადახოვა რომ გავაკეთოთ ყოველს ბახსოს განგაში ოზონის ხველის თაობაზე. დღეს ამ მდგომარეობა ამ ხრივ რა ხდება? დავიწყოთ იმით, რომ ეს შრეები ხვრელები შეიძლება ადრეც იყო, უბრალოდ არ ჰქონდა მაშინ საშუალო მათი გაზომვისა. ეს დაიწყო განგაში იმის შემდეგ, რაც გაჩნდა სპეციალიზირებული თანამგზავრები, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დაგვეძომა უკვე ოზონის ხვრელები, ასე ვთქვათ, ფართიები და ასე შემადგენლობრივ ანტარქტიდაში და მე აღმოჩნდა, რომ თურმე არანაკლები არის არქტიკაში, ციმბირზე და კიდევ ბევრ სხვა ადგილას დედამიწაზე. ეგენი ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება. ის პულსირებს, ესე იგი, ხან იკლებს, ხან მატულობს. რასაკვირველია, თუ ზუსტად მოხდი ამ ხვრელის ქვემოთ, შენზე ცოტა მეტად იმოქმედებს მზის გამოსხივება. ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ? ჩვენ ნორმალურ მდგომარეობაში ვართ. მახრევ არაფერი არ გვემუქრება, მაგრამ გვემუქრება ის, რაც არის დაბლა. მიწისპირა ოზონი, რომლის კონცენტრაცია საკმაოდ მაღალია. მოკლედ განმარტოთ, ასე ვთქვათ, შემდეგ კითხვები დავუძებთ ბატონ ინგასთან. აი თქვენ ახსენებთ ხოლმე გერ ახსენებთ ფოტოქიმიური სმოგი, მანამდე ახსენებთ ლოს-ანჯელესის სმოგი. რა განსხვავება, რატომ არის ეს სხვადასხვა სახელები, ჩვენთან რა სახის სმოგი ხდება? ამაზე მოკლედ რო გიპასუხოთ და შემდეგ გადავიდეთ. ლაპარაკი რაზეა? სმოგი არის ერთობლიობა დამატებითი ბევრი ფაქტორების. ძირითადად მტვერი, გამონაბოლქვი და ასე შემდეგ. როდესაც ანათებს მზე, მაშინ
მის მეშვეობით იწყება ფოტოქიმიური რეაქციები. ესე ის რეაქციები, რომლის კატალიზატორი და დამაჩქარებელი ვთქვათ, გამოდის მზის გამოსხივება. ის ძალიან კვეთრად ზრდის რაოდენობას და სიჩქარეს ამ რეაქციებისა. ძალიან შორს წავიდეთ. ჩვეულებრივი ძრავა, ბენზინის ძრავა მანქანაში რო დიახ. თუ იცით, შედის ერთი ბენზინი და აერი. გამოსავალი რამდენია თუ იცით? 1000-ზე მეტი ნაერთი გამოდის იქიდან. რატო? იმიტომ რომ ბენზინი არ არის ერთგვაროვანი სისტემა. აი 1000 ნაირი შემადგენელი ნაწილი რო გამოდის იმ გამონაბოლში, ყველა სხვადასხვანაირად რეაგირებს სხვადასხვა ფაქტორების გამო. ამიტომ ამით არის განსხვავებული სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა რეგიონებში. მაგითაც არის, ოროგრაფიით არის გამოწვეული. აი თბილისი ფაქტურად არის ყვავულში, ხო? თუ არ არის ქარი, გამწვენდელი. ისეთია რომ ფაქტურად გროვდება ძირითადში დაბლა. ზედაუბნებში ეს ისე არ იგრძნობა. დაბლაუბნებში მაგრა იგრძნობა. ძირითადში იქ სადაც არის მაქსიმუმ გამონაბოლქვისა. გმით ამოედანი ავიღოთ. თქვათ ამ უბნებზე კონკრეტულად შემდეგ ვისაუბროთ, მანამდე კი ისე დაავადებას რომ დავაბრუნდეთ, მე მინდა ესეთი კითხვა და ჩვენ ზოგადად ვისაუბროთ დაავადებებზე, მაგრამ მე როგორც ვიცი, სიმსივნურ დაავადებებთან ძალიან დიდი კავშირი აქვს ჰაერის დაბინძურება, სმოგს იგივე. რა მდგომარეობა მართლა წარმოადგენს თუ არა სმოგი იგივე ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვან ფაქტორს ამ დაავადების გამოწვევასთან. რა ადგილია? მინდა მოგახსენოთ, რომ ესე იგი ჰაერის რთული შემადგენლობა განაპირობებს მის მოქმედების რთულ მექანიზმს, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჯერ ოზონს შევეხები, ოზონი ესე იგი საკმაოდ ესეთი ცნობილია როგორც კოროზიული კოროზიული მოქმედების, რაც იწვევს ესე იგი კანისა და ლორწოვანის, განსაკუთრებით ლორწოვანის გაღიზიანებას. ეს ოზონი აზიანებს მანქანების რეზინისა და მეტალის ნაწილებს და ხუმრად წარმოდგენილია, როგორ მოქმედებს ეს ადამიანის ორგანიზმზე შეხებაში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთი გადახოვამინო და გამიკეთებია ის, რომ ნებისმიერი ქიმიური ნაერთის დახასიათების დროს წინა პლანზე მოდის საკითხი, ესე იგი მისი ტოქსიურობის ხარისხი და მისი ჰიგიენური რეგლამენტები. ჰიგიენური რეგლამენტები, ანუ დონეები, რომელიც მავნეზე მოქმედებით არ გამოირჩევა, ეს ღრული დასაშვები კონცენტრაციებია, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის საპასუხო რეაქციების და მიხედვით დგინდება. და უნდა მოგახსენოთ, თუმცა ინდივიდუალურად ამას ვერა უნდა რა თქმა უნდა, და როდესაც ერთი ნივთიერების მიმართ დგინდება, ეს ერთი ფაქტორი არის და ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად აზოტის ჟანგეული რა დოზით და რა მით უნდა იყოს ჰაერში, რომ მან უარყოფითად არ იმოქმედოს. ეს იქნება ატმოსფერულ ჰაერში და აგრეთვე მინდა პარალელი გავავლო სამუშაო ზონის ჰაერთანაც. რამე თუ აი ასეთი შეჯიბრებებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესების დროს სხვა ქიმიურ საწარმოებში და სხვა საწარმოებშიც ანალოგიური სიტუაციები წარმოიშვება. მაგრამ აქ არის მრავალზე ლაბორატორია. ბატონმა ბრძანა, რომ 1000 ბენზინის წვის შედეგად 1000-მდე ნივთიერება წარმოიშვება. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბენზინის ხარისხზე, დიზელის საწვავის ხარისხზე. ჩვენ არ ვიცით, ჩვენთვის უცნობია ამ საწვავის ნიუანსები და აი მე მინდა ვთქვა, რომ აი ეს ყველაფერი კომპლექსურად მოქმედებს. აქ ერთი რომელიმე ნივთიერების წამყვანი მოქმედება კი არ არის, არამედ კომპლექსური მოქმედება და ამ კომპლექსურ მოქმედებაში ქიმიური ნივთიერებები გამოირჩევიან თავიანთი კანცეროგენული თვისებებით, გამოირჩევიან მუტაგენური თვისებებით, უჯრედზე მოქმედების თვისებებით, სხვა თვისებები რო არ ვთქვა და ამდენად არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს და იწევს სწორედ ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას და აი ასეთი სახით მიღებას, როგორც დღეს გვაქვს. მაგრამ სამწუხაროდ ფაქტი, რომ კანცეროგენებზე იყოს გამახვილებული ყურადღება, ჩვენ სისტემაში არ არის ეგ მიღებული და მე შემიძლია გულის ტკივილით ვთქვა, რომ ექიმი, რომელიც ავადმყოფს მკურნალობს გარემო ფაქტორს, სამუშაო გარემოს თუ ატმოსფერულ ჰაერს თუ რაღაცას ბავშვის თუ დიდის მკურნალობაში, ამას ნაკლებ ყურადღებას
ჭამას აქცევს და ეს ყველაფერი აისახება ბიოლოგიურად, იცით, აი ეს ყველაფერი გროვდება ორგანიზმში და თუ ბიომონიტორინგი ჩატარდება ადამიანის ავადმყოფის, აი ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება ნათელი წარმოდგენა ვიქონოთ და მკურნალობაც უფრო კორექტულად წარიმართოს. გასაგებია, თუმცა ყველაზე მეტი საინტერესო რაც მე აღმოვაჩინე ამ წიგნში იყო ის სწორედ რომ განლაგებული იყო ჯანმრთელობასთან იყო ცალკე. მე მინდა დავისვათ ასეთი კითხვა. ბატონო ავთო, მე ვიცი რომ აქ იყოს მონაცემები საშუალოდ როგორ იზრდება სიკვდილიანობა სწორედ ამ სმოგის ზეგავლენით. რა მდგომარეობა აქვს დღეს თბილისში, ზოგადად საქართველოში ამ კუთხით და რა მონაცემები არის ამასთან დაკავშირებით? მდგომარეობა ძალიან მძიმე არის. საკუთრებაში აქ რომ არეგულოს სმენელს რომ ეს ყველაფერი ოზონის ბრალი არის. ოზონი არის ინდიკატორი. ანუ ოზონი თავისთავად ის თვითონ მოქმედებს თავისთავად. ეხლა რატომ არის ევროპაში ეს დიდი ეს დონე, თქვათ, ხო, დასაშვები დონე, იმიტომ იქ სხვა ნივთიერებები იფილტრებად მტვერი არ არის და ასე შემდეგ. და ამიტომ ეს ოზონი იზრდება გაცილებით მეტი ვიდრე ჩვენთან. ჩვენთან რატომ ნაკლებით იზრდება ეს ოზონი პეტროქიმიის დროს? იმიტომ რომ სხვა უამრავი ნივთიერებები არის, მაგრამ ეს ოზონი არის ინდიკატორი. მოიმართ ოზონი, ჩავთვალოთ რომ უამრავი რაღაცა სხვა მარგი ნივთიერებები არის, თქვათ, ატმოსფეროში. ისე იგი თუ 1000 გამოდის, თქვათ, ეს სხვადასხვა ნივთიერებები ის ბენზინის თულის დროს, აი ამ ფოტოქიმიის დროს კიდევ ემატება. კიდევ რაღაცა კომპლექსები ჩნდება და ისეთი დარევი, ისეთი რთული სისტემა გამოდის, რომ ყველაფერი ისე იგი ვერ გაიზომება, მაგრამ ოზონი ამის ინდიკატორია. მოიმართე ის იგი რაღაც უბედურებით რეაქტორი. ეხლა 84 წლიდან იზომება ჩვენთან ოზონი და შევადარეთ ისე იგი ამ ოზონის ვარიაციას საშუალო წლების სიკვდილიანობასთან. გამოვიდა ძალიან ისეთი შტანგიშტანი ციფრი. აი შევადაროთ ისე იგი აი ბოლო მონაცემებით, რაც არის თქვათ 2006 წლიდან 11 წლამდე აი ბუნებრივი კატასტროფების დროს რაღაცა 1000 ადამიანი დაიღუპა. და ეს მიწისძვრები იყო, ეს წყალდიდობები, ძირითადად ეგ არის და ასე შემდეგ. ისე იგი ავარიების დროს დაიღუპა რაღაცა 120 კაცამდე. და თბილისში საშუალოდ აი ამ გაჭუჭყიანების გამო ზედმეტად გვხვდება დაახლოებით 1700 კაცი. წელს. ანუ შეუდარებელი ეს ციფრები არის. ეხლა ნორმალურ ქვეყნებში ეკონომიკური მაღალი ეკონომიკის იგივე ეფექტები არის, მაგრამ ეხლა ჩვენთან თუ არის ეს 14%-იანი სიკვდილიანობის და იქ არის თქვა 3%, 5%. სამჯერ უფრო ნაკლები ვიდრე ჩვენთან. ეს არის მონაცემები 12 წლამდე. ისინი 12 წელს თუ არ მოშლება რაღაცა 700,000 ავტომობილი დადიოდა ქალაქში. ეხლა კიდე მოუმარდა მილიონამდე გაიზარდა როგორც ეს არის და გასაგებია სიტუაცია მძიმდება. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ არ გაგვაჩნია, როგორც ქალბატონმა იმ გამახსენდა საწვავი, არ კონტროლდება იმ მასშტაბებით და ისეთი სისტემით, როგორც ეს ხდება საზღვარგარეთ თუნდაც და ჩვენ გაგვაჩნია ბევრჯერ უფრო მეტი, ესე იგი სხული დასაშვების ზომები, ვიდრე ეს ხდება საზღვარგარეთ და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ბატონო ვიქტორ, მომდი გაგისვათ ასეთი კითხვა, გარდა ავტომობილის ეს ვიცით, რომ ყველაზე რთული პრობლემაა მით უმეტეს ჩვენს ქალაქში თბილისში, თუნდაც საცობები ამის თვალნათელი მაგალითია, სმოგის კიდე ფორმირების რა ხელშემწყობი ფაქტორები არსებობს. და შემდეგ გადავიდეთ კონკრეტულად. რა არსებობს? ნუ პირველ რიგში ქალაქის გაშენიანობა. როგორ უნდა აშენო ქალაქი? თუ არის წესიერად დაპროექტებული, არის საკმაოდ გამძლეობის გზები, რასაკვირველია, მაშინ ხარისხი გამონაბობს სულ სხვა არის. და ნაკლებია გაცილებით, ვიდრე ის, როდესაც უზარმაზარი რაოდენობის პრობლემებია, ანუ სხვანაირად საცობები ჩვენებურად. ვიცით, რომ არის უზარმაზარი რაოდენობის
დამაჩუჩხიანებელი ისეთ მაგისტრალებზე, რომელიც ქალაქში ადრე ითვლებოდა მშვენიერი. აი, ალბათ მაგალითად ვაკე. ითვლებოდა ადრე, რო არის ზღაპრულად კარგი სუფთა ადგილი, ვაკის პარკის გვერდზე, იქვე არის ასე ვთქვათ მთები, სუფთა ჰაერია და ასე შემდეგ. ჩვენი გაზომვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი არის სუსტად ვაკე. ყოფილი ბარნოვი და მის მიმდებარე ადგილები. რატო? მანქანების რაოდენობა უზარმაზარი. საცობები. ეს გადაგის შემოსაზრდელი. ეგა, ავიღოთ პეკინი, მაგალითად. უზარმაზარი რაოდენობის იყო ყველაზე დაბინძურებული ადგილად რომელიც ითვლება ყველაზე დაბინძურებული ადგილი რაც ჩვენ გაზომების შედეგად აღმოჩნდით იყო რამდენიმე ესე იგი პირველი ვაკე მეორე პეკინი და გმირთამოდი მესამე იყო ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია თუმცა შემიძლია აღნიშნო რომ იმის შემდეგ რაც ვარკეთილში შეცვალეს მოძრაობის სისტემა იქ გაცილებით ნაკლები გახდა რასაც არ ვიტყვით უკვე ინდივიდუალური უნდაძე სადაც მოგაცემთ ვაკე და საბუთალო აქ რაოდენობა მანქანების გაიზარდა მოძრაობა არ მოწესრიგდა ფაქტიურად და იზრდება ყველაზე სუფთა ეგეც უნდა დავამატოთ რა აღმოაჩენთ ზედა ვარკეთილი ზედა ვაზისუბანი საბუთალოს ზედა ადგილები თუმცა შედარებით სუფთად სადაც არის სიმაღლით უფრო მაღლა სადაც ეს მოგი ვერ აღწევდა სადაც არის ნაკლები რაოდენობა მანქანებისა და ასე თუ ისე თვითონ გაწმენდა ხდება ატმოსფეროში აი შემიძლია მოკლედ გასაგებია ქალბატონინდა რა ზეგავლენას ახდენს სმოგი ზოგადად გარემოზე მათ შორის მცენარეებზე და რამდენად შეუძლიათ მათ განმკვლა მის ზემოქმედებას და დაბეჭდვენ ჩვენ სანამ საკითხს გადავიდე მე მინდოდა ერთი ის გამეკეთებია რომ თქვენ ბრძანეთ ვთანდილო რომ ესე იგი დაუკავშიროთ სმოგს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ეს ძალიან კარგი მონაცემია თუ ეს არის აღებული რეალურად იმიტომ რომ სტატისტიკური მონაცემებით აი ესეთნაირად სმოგთან მიმართებაში თუ არ იქნა სპეციალური კვლევები ჩატარებული და არ იქნეს დაჭუჭყიანებული უბნები შედარებული სუფთა უბნებთან ძალიან ძნელია საბოლოოდ ამის რა თქმა უნდა თეორიულად სმოგი იწვევს სიკვდილიანობის და მიმართულების და ჰოსპიტალიზაციის გაზრდას ეს ბუნებრივია მაგრამ მაინც აუცილებელია აქ უფრო დეტალური კვლევების ჩატარება და აქ აუცილებელია სამედიცინო ფაქტორთან სამედიცინო სამსახურებთან ერთად აი ამ მიმართებით სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარება ჩაატარებ გამოკვლევები ხო თუ როგორ რა მონაცემები საბრძოლო პირველი გამოკვლევა არის რომელიც გვაძლევს ჩვენ ესე გლობალურ საშუალო სურათს ამ სურათის მერე მინდა გადავიდეთ უფრო დასრულებითი ინფორმაციაზე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ახლა სამწუხაროდ ეს სტატისტიკა ადრევე იყო არ არის იმ დეტალზე მაგრამ გვაქვს სტატისტიკა ძალიან კარგი კავშირებში ვარ ჩვენ მედიკოსებთან კერძოდ ისე იგი სასწრაფო დახმარების სამსახურთან რომელიც მინდა თქვა რომ ძალიან კარგად მუშაობს კაი სპეციალისტები არის იქ ჩვენ გვაქვს ყოველდღიური მონაცემები ისე იგი ყველა მედიცინით თქვათ რაღაცა გარკვეული პერიოდის თავის მისამართებით ასაკით მიზეზებით და ეს უზარმაზარი მასალა არის და უბრალოდ მის დამუშავება არის. რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არის ზოგადი სურათი, რომელიც არის ისე იგი სხვადასხვა დაავადებების ტიპებით ისე იგი რანჟირებული, ახლა ვაპირებთ ამის გაკეთებას, რაღაცა პროექტებით წარმოგიდგენთ, მოვედებით შედეგს, თუ არ იქნება ისედაც გავაკეთებთ, მაგრამ აი წარმოიდგინეთ დაახლოებით 500,000 მონაცემები თითოეულ ადამიანზე საცხოვრებს ასაკი რატომ მოიძახეს პირველად თქვა დიაგნოზი და ასე შემდეგ ну ამის დამუშავება ცოტა რთული წელიწადში იყო ხო წელიწადში არის
ამას გავაკეთებს და ესე იგი იქნება ცნობილი რომ ბანი ამ თვალსაზრისით უფრო საშიში არის სამედიცინო საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო და რისკის ავირების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ მარტოს არის რომ მარტოს მოგის ბრალი არის სიტუაცია სხვა არის მაგრამ ეს უბრალოდ აღიმარებს პრიორიტეტულად შეიძლება ჩაითვალოს ქალაქში თქვა ეგეთი სიტუაცია ნუ საშუალება სიტუაცია აი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სადაც ძველი ტრანსპორტი არის ეს სომხეთი თქვა ვიდეოჩი მატერიალი იქაც ძალიან რთული სიტუაცია. დათვალიერება არ არის ეკოლოგიური თუ არ გადაიქცა კიდე რაღაცა სხვა არის. თქვენ ერთი მომენტი ბრძანებთ თუ შეიძლება რომ ესე იგი ამერიკაში ნორმირებული არის ოზონი. მე რამდენადაც არის ჩემთვის ცნობილი ბოლო წლებში ხდებოდა მისი გადახედვა. რამე თუ აი ამ ჰიგიენური ნორმატივების ნორმების გადახედვა ხდება ხოლმე და საინტერესოა ჩვენ ძირითადად ნორმატივებში საკუთარ ნორმატივებს ეხლა ვერ ვადგენთ. რამე თუ ამისი საშუალება არ აქვს და ძირითადად ან ევროპულ ან ძველ რუსულ ნორმებს ხარობთ. ჰიგიენური ნორმატივები აი ამათ საფუძველზე არის. და აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ესე იგი შესაძლებელი იქნება რახან ჩვენ გეოგრაფიულად გარკვეული თავისებურებები გაგვაჩნია ჩვენ ქვეყანას, კერძო ჩვენ ქალაქებს შეიძლება რომ ოზონი იყოს ნორმირებული ჩვენი მონაცემების მიხედვით? ну, принципში შეიძლება ახლა თუ გავეცπერისტიმებთ უფრო აი ბოლო წლების მონა უფრო დაცულები მუშაობა არის საჭირო ძნელი არის მაგის ესე იგი ერთ ჩვენ თავის დროს ექსპერიმენტებს თქვენ თვითონ მედიკოსტაციაში ექსპერიმენტები გქონდა ჩატარებული იგივე ნორმატივების დასადგენად რაღაცა პირობებს ქმნიდა ცხოვრობს იქ თქვა ეს ვახტენდი და ну ახლა ძირითადად მედიკოსები აკეთებდნენ მაგას მაგრამ ჩვენ პირობებს მუშაობდით პირობებს მოდელს ჩვენ ვაკეთებდით მაგათი თქვა უფრო ჩვენი კარნახით რა ხდება იმას ვახტენდით და ამ ხრი თუ იგებნება რა მოცულობები და თუ არის იქნება შეიძლება უყარდეს ეს თქვა იქ მარტო ხელაფაზებზე არ არის საუბარი აპარატურაზე ну ახლა რაღაცა ძვრები არის მაგრამ იქნება ის თუ არა ხო ძნელი არის მაგას იმედია იქნება მოვალში ჩვენ დავაბრუნდეთ ჩვენს კითხვას ქალბატონ ინგასთან ესე იგი რა თავიდან და ადამიანზე რაც მოქმედებს ის გარემოზე მოქმედებს ცოცხალ ბუნებაზე მოქმედებს აქ ფოტოქიმიური პროცესებზე იყო ლაპარაკი რა თქმა უნდა მცენარეულ საფარზე ეს უარყოფითად იმოქმედებს და ამას თავისებური შედეგი მოყვა მცენარეული საფარის დაზიანება ეს ერთმანეთთან როგორც ჯაჭვური რეაქცია ისე არის დაკავშირებული ისე რომ ეს ყველა მხრივ უარყოფითია და ყველა მხრივ უარყოფითია და ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობაა რა თქმა უნდა მწვანე საფარზე მწვანე საფარს რა თქმა უნდა აი მე სადღაც ახლა ესე არ ჩამიტოვოთ მაგრამ ჩემზე ძალიან მოქმედებს როდესაც ხედავ რომ სკოლები არის გაშენებული ისეთ ინტენსიური მოძრაობის ადგილებში და იქ საბავშვო ეტლებით ბავშვები ყავთ საათების განმავლობაში იცით რა ეს მე მიმაჩნია დაუშვებლად და ალბათ წინასწარაც უნდა იყოს შესწავლილი და დაგეგმილი ადგილები და განსაზღვრული აი სად შეიძლება რომ აშენდეს ასეთი სკოლები სადაც აი ასე მასიურად იყოს თუმცა საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია ამის თავის სკოლები და მედია უნდა ახორციელოს რა თქმა უნდა ნუ ეხლა შეიძლება შედარებით ასაკოვანმა ის განსაზღვროს მაგრამ ახალგაზრდა დედები ამას ვერ ითვალისწინებენ და გონიათ რომ კარგს აკეთებენ და საათობით ყავთ ბავშვები აი ასეთ ადგილებში და ეს ნამდვილად ძალიან ცუდია ბატონო ვიქტორ რომელ ქიმიურ დამაბინძურებას გამოყოფთ თქვენ ყველაზე მეტად რომელს გამოყოფთ ერთია უნდა დავამატო იმას ეს უნდა თქვი სცენარებზე როგორ მოხდებს ოზონი აი იზოლდერ შვენიერი ამინდია ყველაფერი კაია მოსავალი არ აქვს რატო მაქსიმუმი ბუნებაში ოზონისა მიწისქვეშა ოზონისა მოდის გადაფხულზე თუ ეს შემთხვევით დაემთხვა იმ დროს როცა ყვავილშია სცენარები
მაშინ ჩათვალეთ რომ მოსავალი შეიძლება პრაქტიკულად არ იყოს. არის ნორმატივების კეცი. არის ნორმატივები რასაკურია, მაგრამ კიდევ რეგიონებში. ანუ სეზონს აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში და რომელ სეზონში არის ყოველი სახე? ყველაზე სახიფათო არის ყვავილობის დროს. მცენარის ყვავილობის. ცნობილია არის ყველაზე. ეხლა სკვერების თაობაზე. ნუ მოგხსენებათ, ადრე იყო სკვერები, ეხლა ხდება მითო კულტურება მაგათი. აგებენ ყველგან ფილებს, რკინისას, ქვისა. ამცირებენ იმ ზონას, სადაც იყო მცენარე, ბალახი და ასე შემდეგ. პლუს ლაპარაკი იმაზე, რომ ახალი სკვერები დაკეთდეს, ნაბაროდ ის ძველი სკვერებიც იყო. რაც შეიძლება იმას ვარობენ. ძალიან შორს არ წავთ, აგი ვარობთ პირდაპირ უვაკის პარკის სიტუაცია. რა არის? იყო სპეციალურად გაშენებული ქალაქის გარეუბანში უზარმაზარი პარკი, ხალხი დასასვენებლად. სუფთა ჰაერზე ყოფილიყო ხალხი. ეხლა ნაკლებად არის ესა. არის სხვადასხვა ადგილები, სადაც სკვერები იყო ქალაქში. ბევრი დარჩა იქიდან. ის რასაც შეიძლება, მაგრამ სკვერი დაარქვა. ძალიან ცუდა. თავი არის ჩვენთან დამობინძურველი. კიდევ ერთხელ გითხრით, ეს არის გამონაბოლქვი, სადაც ძირითადი არის აზოტის განგებულები. ამას სპეციალურად უძახიან NOx-ები, იმიტომ რომ NO2 და ასე და კონკრეტული შენაერთები ძალიან ლოკი გაგუა სადრა არის და როგორ თუ სპეციალური აპარატურა არ აქვს. და ეს აპარატურებზე ცალკე ვისაუბროთ შემდეგ ეს თემა. ბატონო ავთანდილ 2003 წელს ჩვენ მიწრო ჩატარდა კვლევა ბრიტანული კომპანიის მიერ და თბილისი იქნა ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად გამოცხადებული. დღეს რა მდგომარეობა აქვს ამ მხრივ? შეცვალა თუ არა რამე დღეისათვის და რომ შევადაროთ საზღვარგარეთთან შედარებით რა მდგომარეობა არის ჩვენს ქალაქში? ახლა კიდევ უფრო გავარესდა რა თქმა უნდა ტრანსპორტი დაემატა და უფრო გავარესებული არის სიტუაცია. ამასთან ერთად სულ ამაზე ალეკვერის შვილი ხშირად გამოდის რომ ისინი არის სიტი პარკის ქმედება, სადაც დაშვებული არის ტროტუარებზე და სადაც გინდა გააჩერებ ბალკანას. ეს ცნობილი ამბავი არის, რომ ბალკანა არის გაჩერებული სადაც არ უნდა გაჩერდეს, ეს სამი რიგის მაგივრად ორი რიგი არის და ნუ ისე ამენაძრაობს ეს ბალკანა დროზე გადადის და ეს აღრმავებს იმ სიტუაციას. ეს სპორტის სასახლეს მინდა მეებში ნახოთ იქ საერთოდ საშინელება არის. ეს ერთი სიტუაცია. ამ თვალსაზრისით აქ რა პარადოქსი არის? ეხლა თბილისი არსებობს ესეთი ტერმინი ტურიზმის კლიმატური ინდექსი. ანუ ეს არის ბიოკლიმატური მახასიათებელი, რომელიც ასახავს კლიმატურ მახასიათებლებს რაღაცა ადგილს, რომელიც არის მასობრივი ტურიზმისთვის მისაღები თქვა. აი თბილისი ჯერ ვახუშტი ბაგრატონის 300 წლის ერთხელ აქ არის შვენიერი კლიმატი. იგივე დარჩენილი. აი ისეთი ადამიანისთვის აქ კლიმატური პირობები შვენიერი არის. ეხლა გაჩვენებოდა რომ არ ყოფილიყო, არა? ძალიან კარგი პირობები იქნებოდა. ნუ ეს ზემოთელი დაჟინებაა ჩვენ გვეხება, ახლა სტუმარი საჭამოდის 2-3 კვირით გავუძლებდი და ძირითადად რაღაც ექსკურსიებზე დადის. მაგრამ იგივე ქალაქშიც უაზისები არის. აი ბოტანიკური ბაღის ტერიტორია არის, მაგრამ შევადაროთ ისე იქ რა ხდება და აქ რა ხდება, იქ სადამიც არის. იქ გაცილებით უფრო კარგი პირობები არის დასასვენებლად, სასეირნოდ, ვიდრე ვთქვათ ნებისმიერი ქალაქის უბანში. თუმცა სამწუხაროდ ბევრი არ შეგვჭა ესეთი ტერიტორიები, რაც ეს მილიონის ხის დარგვას რო აპირებენ, ეს ძალიან კარგად არის. კაი არის, მაგრამ უნდა იფიქროს ადარგ. რაღაცა მასივები არის საჭირო. არის საჭირო ის ტყის მასივი, ტყის მასივები. განაშენიანების კერები. ახლა 2-3 ხევა დარგოს არის და კიდევ ეს არ უშვილ. რაღაცა მასივი უნდა იყოს. დასაბამი გექტარი და მეტი. ახლა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია რაღაცა 100 გექტარი არის დაახლოებით. იქ ეს იგრძნობა.
ტემპერატურის ყველა ზოგადად გილოსარის თან ხომ არ გაქვს ინფორმაცია რა სახით იგეგმება ამას მილიონი ხის არ ვიცი ვერ გეტყვით იმიტომ ეს უნდა აქ მოგონია არ უნდა იჩქა როცა კაი წესრიგი გეგმა უნდა იყოს რომ ეს აი ევროპაში თუ გინდა აი ნახეთ იქ როგორ არის ისეთი ჩაიში კი არის ვაგზალები სადაც სეირნობს პატარა ის თხები და შემდეგ ბავშვები თანო საერთოდ გეკრანები არის იქ ტერიტორიები და ხალხი და ბავშვები არის არსებული ის რომ ეს თქვა აი ეს რაღაცა ჩვენთანაც არის აი ის წეროვანი შემოგავით მაშინ ის ახსადგენი არის იქ ინფრასტრუქტურა მშვენიერი იყო მოშლილი არის ახლა რა იქაც არ უნდა დაიზაროს ადამიანს რაც შაფეთქურას გავიდებს რომ ისინი რაღაცა რეაბილიტაცია მიიღოს განსაკუთრებით იგი ბოტანიკური ბაღი ვიცით რაც არის და იმიტომ იქ ძალიან კაი პირობები არის მithumat ეს ჩანჩხერიც არის ჩანჩხერიც არის და იქ სტატიას გვაქვს და მისამის საერთოდ სამკურნალო ზონა არის აი ჩანჩხერის ის სამკურნალო ზონა რაღაცა 10 მეტრებში იქ ადრეცულ ხარით დირექტორს რაღაც უბრალოდ რაც ის სკამები დარტყმება ადამიანებს და ქალბატონი ინგა თქვენი აზრით რა უფრო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით დაბინძურებელი საწვავი ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამომართვა თუ მწვანე არგავების ასეთი ინტენსიური ესე იგი გაჩერება სიმცირე დედაქალაქში ვერ გამოვყოფდი ალბათ სამივე ფაქტორი ერთად აქ არ შეიძლება საერთოდ ეხლა ისეთი ეპოქაში ვცხოვრობთ ჩვენ რომ იზოლირებულად ვერცერთ საკითხს ვერ გადავწყვეტ აქ კომპლექსური მიდგომაა საჭირო რა თქმა უნდა ტრანსპორტიც უნდა იყოს მოწესრიგებული საწვავიც უნდა მოწმდებოდეს და ვიცოდეთ რა და როგორ არის აქ ყველაზე მეტად ვიტყოდი რომ აქ მონიტორინგის საკითხი არის განსაკუთრებით გადასაწყვეტი რომელიც გარკვეულ აპარატურასთან და გარკვეულ ღირებულებასთან საერთოდ გაზომვა იდენტიფიცირება ქიმიური ნივთიერების იდენტიფიცირება ძირად ღირებული სიამოვნებაა და უნდა საერთოდ ყველა უნდა მიეჩვიოს იმ ფაქტორს რომ ეს პირველ პლანზე უნდა იქნას წამოწეული მე აქ მინდა ვახსენო ერთი ბრძანება რომელიც მიღებული იქნა ქიმიური ბიოლოგიური და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ და აი აქ ჯერ ეს სტრატეგიის სახით არის ჩამოყალიბებული თებერვლის თვეში იყო თუ გასულ წელს იყო ზუსტად არ მახსოვს და გამეხარდა რამე თუ ქიმია იქნა ნახსენები იმიტომ რომ ქიმიის უკანა პლანზე გადაწევა როდესაც არ არსებობს საქმიანობის ან მოხმარებისაგნის ან საყოფაცხოვრებელ მიმართებაში ან საერთო მიმართებაში რამე რომელიც ქიმიასთან არ იყოს კავშირში ჩვენ ვართ უამრავ გადააცა რამე არსებობს რაც თუნდაც აი ჰაერის მდგომარეობის მონიტორინგის თვალსაზრისით დაკვირვების თვალსაზრისით ხელს შეუწყობდა და რამდენად სრულფასოვანი ინფორმაციას ფლობს ხალხისმოება აი მე ვიტყოდი მიმდინარეობს პროექტი არის ფორმულ მდგომარეობას ადგენენ არის ეს დაყენებული ეს აპარატურა მაგრამ იცით რა აი მე ვიტყოდი რომ აუცილებელია რომ ეს ინფორმაცია სადღაც კი არ ინახებოდეს არამედ ჯანდაცვის ორგანოებს გადაწემოდეს და ანალიზი ხდებოდეს და ამ ანალიზის მიხედვით ხდებოდეს შემდეგ ამა თუ იმ რეგიონში თუ ამა თუ იმ უბანში დახმარება და საერთოდ მდგომარეობის გამოსწორებაზე ფიქრი აი მე ასეთ კომპლექსურ მიდგომას თუმცა მე როგორც ჰაერის გასაზომი რაღაც ლაბორატორია აშენდა დიახ მუშაობს ეს მუშაობს მაგრამ ეს სრულ წარმოდგენას მაინც ვერ იძლევა არის ეს გარანტით მიმდინარეობს უცხოელები ჰოლანდიელები არიან მე მგონი თუ არ ვცდები თუ ინგლისელები და ეს მიმდინარეობს მაგრამ იცით რა ეს აი მე ვფიქრობ რომ ეს პროცესი საერთოდ ქიმიასთან მიმართებაში ნორმირების საკითხი იდენტიფიკაციის საკითხი დრო არ ითხოვს იცით ეს თავის გავლენას თავს ამას გააჩნია შეურული ზემოქმედება ჩვენ რატომღაც მიჩვეული ვართ იმაზე რომ აი მწვავე შემთხვევა რომ არის მწვავე არის მწვავე აი იმაზე გვაქვს რეაქცია მეგონება როდესაც შედარებით წყნარი სიტუაცია მაშინ არაფერი ზემოქმედება არ ხდება აი ამას უნდა სწორედ გათვლა რომ მომავალი თაობა
ჯანმრთელი გყავდეს. გასაგებია, თუმცა როგორც ვიცი, გასულ წლებში მხოლოდ ერთ ადგილას იზომებოდა თბილისში შაერი, ისიც საბჭოთა მეთოდებით რაღაც ჯიხურში. თქვენ ერთ ადგილზე იყო, მე როგორც ვიცი. არა, საბჭოთა დროს საკმაოდ კარგად იყო. ისმეთ შეხებით საბჭოთა დროს არა, საბჭოთა მეთოდებით მეთქი ეგრეთ წოდებული ფილოსოფიით იღებდნენ. არა, ფილოსოფიით სხვანაირად შეიძლება იყო ყველგან არის ეს მოწყობილობა, რომელიც არის კაჩავს, მაგრამ საქმე რა შეიძლება. რამდენ ზომავს, რამდენ ზომავს ადრე იყო, მაგრამ ერთი აწელი იყო ახლოს ერბა მაგბუტკებს ვერსფერი იყო, რამდენიმე ადგილას ქალაქში იდგა და ზომავდნენ რაღაცას და ერთი არის ეხლაც მე როგორც ვიცი აღმაშენებელზე. არის ერთადერთი დარჩენილი, მან და ახლა საქმე რა შეიძლება, რომ შეიძლებაოდეს მაგის ინტერპრეტაცია მთელ ქალაქზე, ეს ძალიან დაიქნება, მაგრამ არ შეიძლება. აი, რო ავიღოთ მაგალითად ქალაქი ბერნი, შვეიცარიაში, იქ ქალაქის ტერიტორიაზე 50 კიდე ერთხელ განვიხილე 50 ავტომატიური მეტეოსადგური დგას, რომელიც ამ პარამეტრებს ყველაფერს ზომავს, მიდის ეს ყველაფერი ცენტრალურ სადგურში, იქ ამუშავებენ და რეალური სურათი მოდის არის. ჩვენთან არის ერთად-ერთი ქალაქში დარჩენილი. თუმცა რამდენიმე წლის წინ რამდენიმე ცალი იყო, უბრალოდ 10-მდე იყო მათო ქალაქში. არ ვიცი, ახლა მაგის შედეგად თუ შეიძლება იმის იმედი ვიყოთ, რომ თანამგზავრიდან ვიღაცა რაღაცა ამენძიეთქვის, კი, ზოგადად სურათს მიიღებ, მაგრამ ისაც რეალურად ხდება კონკრეტულად ეს პრაქტიკულად შეუძლებელი. გასაგებია. ბატონო ავთო, მე როგორც ვიცი, არსებობს თავდაცვის მექანიზმები სმოგთან ბრძოლის წინააღმდეგ, რა საშუალებები გაგვაჩნია და როგორ შეიძლება თვითონ ინჟინერად ადამიანებმა სიტუაციას გააჩნია, ხო რა სიტუაცია არის, თუ თქვა რა ახლა პრინციპში ჩვენს ფიქრობდით, აი შეიძლება თუ არა გამოდის საგანგაშო სიტუაცია რაღაცა და პრინციპში მაშინ ყოველდღე იქნება საგანგაშო სიტუაცია. ჩვენთან სმოგი ზერამელი და მოჩა ბატონო 2-3 საათში უკვე დგას ეს სმოგი და ასე შემდეგ. ხან უფრო ძლიერი მოდის, ხან უფრო ნაკლები. ამიტომ აი ამ თვალსაზრისით ახლა თავდაცვის მექანიზმები არის ის, რომ თქვა სახში იჯდება არ დამხვიდეს, მაგრამ ეს შემიძლებელი არის. ძალიან დიდი ის კონცენტრაციები ბავშვები მაინც გავა სახლიდან. ჩინეთში თქვა ხანდახან 10 დღით 2 კვირით საერთოდ აჩერებენ წარმოებას. ამეთანი ის თუ არის პეკინში. ამეთანი თუ ის არის გააჩერებენ წარმოებას. მაგრამ ძირითადად მაინც ადამიანი უნდა იცოდეს რა სიტუაციაში იმყოფება და რაღაცა თავდაცვის მექანიზმებით ძნელი არის. უფრო პრევენციაზე უნდა ვისაუბროთ, რომ რაღაც ესეთი ღონისძიებები ჩატარდეს, რომ შემცირდეს თვითონ ამ სმოგის ის ზემოქმედება. ანუ შემცირდეს რა ქმედებები უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ მაშინ ეს ქალაქში ტრანსპორტის შეცვლა შეუძლებელი არის, არა? ну ტრანსპორტი ვერცლით, მაშინ მაინც ინფრასტრუქტურის რაღაცაში დაახლოება თუნდაც შენობების ხო, რომ ისინი მოწესრიგებული იყოს მოძრაობა, ეს ერთი. მეორე ისეთი ცოტა გრძელვადიანი კი არის, ახლა ეს 10 მილიონი ხე კაი არის, მაგრამ ესეც რაღაცა შედეგს მოიტანს რაღაცა დროზე. აქ ერთი მომენტი არის. უნდა ვიცოდეთ რა დაგვადა როგორ. ისინი აქაც სპეციალისტები არის საჭირო, თქვა ალერგოლოგები და ასე. შეიძლება ესეთი მასალები გააკეთონ, რომ ისინი სამithme იმ მასალებში ვერ მიეღარები საერთოდ, არა? ალერგენებს გამოყოფს ეს მცენარე და საერთოდ უფრო რაღაც ვარეს გააკეთებს. ან რომელი სახეობები გამოირჩევა მაგნიტირების თანხმის, ალბათ ქალბატონმა ინგამ უფრო იცის ამაზე პასუხი, რომელ ხელმძღვანელებზე შეიძლება გააკეთოს აქცენტი ხელისუფლებამ და რომელი იქნება უმჯობესი, რომ დაერგოს ჩვენს ქალაქშიც მაგნიტირების თანხას მაღალი უნარი გააჩნდეს თანხის. ალბათ წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები, რომელიც ოდითგანვე ცნობილი აგარაკზე რომ მივიდივართ, რა არის იქ, რა მცენარე არის ყველაზე მეტად გავრცელებული, ან სწორედ ისეთი მცენარეები და ალბათ შერჩევაც იქნება. ეხლა მინდა
ის საკითხს გადაუხვია და აღმაშენებლის განძირზე ის ჭადრები მოიჭრა ნაწილზე და ნაწილზე ახალი მცენარეებია დარგული, მაგრამ მე გული მწყდება რომ იმ მცენარეებს არ უვლიან. Ვიცით ის მცენარე არ ვიცი ახლა შემიძლია ის თქმა რომ ის როგორ შტამთქავს და რანაირად შტამთქავს, მაგრამ ორი შემთხვევაში მცენარე არის და მისი დანიშნულება ის არის რომ ჟანგბადი გამოყოს, ნახშირო ჟანგი შტამთქოს და ასე შემდეგ და მასე დავეთვა მოხდეს სხვადასხვა ტოლის იქნება თუ ის იქნება, მაგრამ საერთოდ მცენარეებს მეტი ყურადღების გამახვილება საჭირო პროფესიონალური მიდგომის თვალსაზრისით. განსაკუთრებით ბოლო კითხვის დაგისვამდით თქვენ ქალბატონი ინგა, ესე იგი როგორც ცნობილია ხშირად მავნე გარემოში ევროწოდებული მავნე პროფესიის წარმომადგენლებს რძის მიღებას ურჩევდნენ ხოლმე და ურჩევენ. რამდენად აქტუალურია ეს თემა თბილისში და კიდევ რითი შეიძლება შემცირდეს რა საკვებით ან მედიკამენტის ეს გავლენა? გასაგებია თქვენი შეკითხვა, მე მინდოდა ზოგადად ამაზე პასუხი გამოცა. ესე იგი, ასეთ შემთხვევაში, როდესაც ასეთი სმოგია, ასეთი მძიმე სიტუაცია, ურჩევენ ადამიანებს, რომ ნაკლები ფიზიკური დატვირთვით იმუშაონ საერთოდ, იმიტომ რომ ფიზიკური დატვირთვის შედეგად ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა, სუნთქვა გაძლიერებული და ჩასუნთქვა უფრო მეტი ხდება. გარდა ამისა, საკვებ პროდუქტებსაც სთავაზობენ, აი ოქსიდანტების შემცველი საკვები ბოსტნეული და ასე შემდეგ შეიძლება დიდი რაოდენობით მიიღონ, სითხე უნდა მიიღონ და რაც შეეხება მავნე პირობებზე მომუშავე და რძეს და ასე შემდეგ ეს ადრე იყო, ახლა ნამდვილად არ არის და ისე სითხეების მიღება და რძე ნამდვილად მედიკამენტები თუ არსებობს. მედიკამენტების მიღება ნაკლებად ალბათ სორბენტები, რომლებიც ამის შთანთქმას შეუწყობენ ხელს, მაგრამ ესეც ასევე შესარჩევია და მასიურად ასე დანიშნული. რა სახის რომელი მედიკამენტები? ბატონო, რა სახის მედიკამენტები? მედიკამენტი არა, სორბენტები რომ იყოს ჩვენთან მაგალითად ცეოლიტებზე და რაღაცებზე დამზადებულები შეიძლება იყოს, რომ შთანთქმას ხელს უწყობს. აი ასეთი რაღაცა, მაგრამ ესეც ისეთი საკითხია, რომ აი ესე უშუალოდ ვერ მისცემ, აი ანტიოქსიდანტების შემცველ მცენარეებს ადვილად ურჩევ ბოსტნეულს და სხვადასხვას, რომ ინტენსიურად მიიღოს, მაგრამ რაც შეეხება ახლა სხვა მომენტში, ამას თავისებური მიდგომა სჭირდება და განსაზღვრა სჭირდება. მე წერან გითხარით, რომ ბიოლოგიური მონიტორინგის ჩატარებაა საჭირო მასიურად სხვადასხვა ადგილებში მაცხოვრებლებისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ მათ ორგანიზმში რა არის პრიორიტეტული, რომელი უფრო არის დაგროვილი. აი ამის მიხედვით შეიძლება უკვე მკურნალობის წარმართვა და ამის მიხედვით შეიძლება აი ნივთიერებებს არა მარტო დაგროვების უნარი აქვს, არამედ გარდაქმნის დროს თავიანთი სპეციფიკური მაჩვენებლები აქვს. მაგალითად ფოსფორორგანული თითოარი არამიანი მოწამლული ხოლინესტერაზას ცვლილებაა ძირითადი წამყვანი და აი ასეთი პროფესიონალური მიდგომებია თითოეულ შემთხვევაში საჭირო, რომ ჩვენ საშუალება გქონდეს, რომ კონკრეტულ ადამიანს მიუძღოთ კონკრეტულად და არა რაღაცა ზოგადი ლიმიტი, რომ შედეგი მივიღოთ. განსაკუთრებით დიდი მადლობა ბატონო ვიქტორ, თქვენთანაც ბოლო შეკითხვით გადმოვიდოდი. ალბათ ამ ყველაფრისათვის საჭიროა ჩვენ გქონდეს წარმოდგენილი კვლევები, გქონდეს საშუალება იმისა, რომ შემდეგ ვიმსჯელოთ თუნდაც ამ დაავადებებზე და ყველაფრის მნიშვნელოვანია გქონდეს მონაცემები რაღაცის შესახებ. ჩვენ მე როგორც ვიცი, თქვენ აღმოაჩინეთ, ესე ვთქვათ, და უწოდეთ მას თბილისში არსებულ სიტუაციას თბილისური სმოგი. რა განსხვავებაა და რითი განსხვავდება იგი სხვა სმოგებისაგან? ვინაიდან მაგის აღმოჩენი და ძირითადი დამუშავებელი არის ბატონი ავტო, ეგ არ ვიცოდი, მაშინ ბატონს კითხო და თქვენ სხვა შეკითხვა და დავასრულებ შემდეგ გადაცემას. ჩვენ ქართველები ყოლინდა გამოირჩევა. აქაც არის ეს მომენტი, ახლა ცოტა თულად ის უფრო პოპულარული ენაზე რომ ვილაპარაკოთ, ცოტა თული ის არის. ეს ფორმულირება. თქვა ეგეთი რაღაცა, რომ აი ყველა ის იონიზაციური პროცესი, ყველა არის ის, მაგრამ არსებობს იონიზაციური პროცესები ატმოსფეროში, რომელიც უწყობს ხელს შეიქმნას ესეთი სუბუქიონები ქვია ამას. არსებობს ეს სუბუქიონები, დამუხტული ნაწილაკები, რომლის ზომა არის დაახლოებით 15-20 მოლეკულა ერთად.
ეხლა რო გადავიდეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა ეს ისეთი კომპონენტი არის ატმოსფეროსი, რომელიც აუცილებელი არის ადამიანისთვის. ანუ აქ ნორმატივებიც არის, სიტყვაზე ვთქვათ, რომ ჯამში დამუხტული, ისე იგი პლუსი და მინუსი, დამუხტული ეს ნაწილაკები 1000-ზე მეტი თუ არის, ეს კაი არის. 1000-ზე ნაკლები კუბიკურ სანტიმეტრში ნაკლები თუ არის, ეს უკვე ცუდი არის, ეს პოპულარულად რო ვთქვათ. ეხლა ის შემთხვევაში არა, სხვა რაღაც არის. აი მოდის პროცესი. ეს ნაწილაკები იქნება ეს დამუხტული ნაწილაკები, რომელსაც ქვია სუბუქი იონები, იქნება ისეთი მაიონიზებული გამოსხივების გამო. ეს არის კოსმოსური სხივები, ეს არის რადონი, მიწის პირაფენში და ეს არის გამოსხივება ძირითადად. ისე რაც მეტი არის ეს, უფრო მეტი არის ვთქვათ ეს სუბუქი იონები. ეხლა სამაგერ უფრო ეს წარმოშენილი რო იყოს ეს საუბარი, ვთქვათ, თებში უფრო კაი ჰაერი რო არის, არა? ადამიანი უფრო კაი სულ ასე შეიძლება. ეხლა ჟანგბადი გაცილებით ნაკლები არის, ვიდრე ვთქვათ დაბლებში, მაგრამ იქ არის ბევრი სუბუქი იონები. ბევრი, ისე იგი ჩვენ სხვადასხვა რეგიონს მოგავზავნოთ, ისე იგი სუბუქი იონები არის ბევრი, ვთქვათ, მთებში. გაცილებით მეტი არის ეს სუბუქიან და ტყეებში მეტი არის და ასე შემდეგ. ანუ რა ეფექტი არის? ეფექტი არის ის, რაც მეტი არის. მთებში რატომ მეტი არის? კოსმოსური გამოსხივება მეტი არის. თვითონ გამოსხივება. ეხლა რა არის ეს? მოიაზრებული გამოსხივება, რა? ბუნებრივი. ადამიანზე არ მოქმედებს. ისე იგი ინტენსიურად რო ვთქვათ ტექნოგენური. ეს ბუნებრივი პროცესი არის. და ატმოსფეროში თუ მეტი თუ არის, ეს იონები მეტი არის და ასე შემდეგ. ანუ სქემაში პირიქით არის. რაც მეტი არის ეს გამოსხივება, იგივე რადონი და ასე შემდეგ, ეს იონები ნაკლები არის. ის იონის მაგივრად, რო ქალაქის პირობებში ბუნებრივი ცვალებადობა აი ამ მაიონიზებული რადიაციის, ძირითადად რადონზე არის საუბარი, რომ გაუმჯობესოს ეს პირობები, არა? ის თვითონ ატმოსფერული პირობები გიქონური თვალსაზრისით უარესებს, რაც საერთოდ ნონსენსი არის. იგი ფიზიკოსური თუმცა განსხვავებისას თბილისის მოგიგაბაჩინია. აი დასწრებით არის. ეს რატო ხდება რა ის საფუძველზე? მარტივად იმიტომ ეს მაიონიზებული გამოსხივება აი არის ფოტოქიმიური რეაქციების კიდევ გამაძლიერებელი. აი ეს მხოლოდ ფოტოქიმიური რეაქციები მიმდინარეობს მზის რადიაციის ვთქვათ გამოსხივების შედეგად და ეს უფრო აჩქარებს მას. ის იმდენად მაჭარებს. ანუ ისინი აქ რა ხდება ეს იონები არის რომელიც ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო არის. არა ეს იონები ჯდებიან ნაწილაკებზე და უკვე სუბუქი არის მძიმე. ისინი რამდენიც მეტი დაждდება ნაწილაკებზე, ნაკლები სუბუქი თავისუფალ მდგომარეობაში ნაკლებია. გასაგებია. ამიტომ აქ ფინიში რა ხდება? ისინი იმდენად მეტი იქნება ეს აეროზოლები, ეს აეროზოლები უფრო მეტ ჭამს იონებს, ვიდრე იქნება. ნაპირებებს იმის შთანთქმას. აქ რა ეფექტები არის? იგივე სასწრაფო დახმარება სუბუქიების. აი როცა ეს იონების კონცენტრაცია უფრო დაბალი არა, სასწრაფო დახმარების რაოდენობა იზრდება. ეს 1000 იონი კუბიკურ სანტიმეტრში მუშაობს, ჩვენთანაც მუშაობს. ამის ნაკლები არის, არა, ისე იგი სასწრაფო დახმარების იზრდება. უფრო და ჰოსპიტალიზაციის ისეთი იზრდება. მეტი მიმართულება. გასაგებია. დიდი მადლობა. და კითხვა დავასრულებ ბატონ ვიქტორთან, ესე იგი, აპირებთ თუ არა მიმოვლში მსგავსების განხორციელებას და რამდენად მნიშვნელოვან თვით და გექნებათ თუ არა სახელმწიფოს ხარდაჭერა ამ მხრივ და თქვენს გადა საინტერესო ახორციელებს კი არა ვინმე ამგვარ კვლევას საქართველოში. და ძალიან ძნელი საკითხია. დავიწყოთ იმითი, რომ ჩვენ ეს სამუშაო გავაკეთეთ მაშინ როცა გქონდა გრანტი მიღებული საქართველოს სამეცნიერო საერთაშორისო ფონდიდან, იმიტომ რომ გადი ყოველ იმაზე მანქანით იგატავე, გაზომეს, ყველაფერი მოიტანე, პლუს უწყვეტი დაკვირვებები ქონდა
ყოველ დღე უკვე სტაციონარულ ფონდზე ან ყველა მეტეო პარამეტრზე მაგათ შედარება ცუდად ძნელია. თანხების გარშე ეს ძნელია. ეხლა რაღაცას ეხლაც ვაგრძელებ და ჩვენთან მოძებნა ის მთელი რიგი პარამეტრებისა, რაც შეეხებოდა ამ მაგრამ გასწრები პრაქტიკულად არ გვაქვს. თუ ერთი-ორი შემთხვევა არის, თუ გეკმოთ მომავალში და თუ იქნება საშუალება, რამდენიმე პროექტი ასე ვთქვათ წარდგენილია, თუ მოგწონენ მაგის საშუალება რასაკვირველია და ისე რეალურად ხო გითხარით, ჩვენთან ადგილზე ეს იზომება. განსაკუთრებით რასაკვირველია, შევადგინეთ 10 წლიანი პროექტი, საერთოდ ატმოსფეროს რაც ეხება ინსტიტუტს, რაცაც იყო დავალებული სამინისტროს მხრიდან, ეს 10 წლიანი გეგმა შედგენილი გვაქვს, გაწერილია და მათ შორის ეს რომელი სამინისტროს, ჭანდაოს სამინისტროს ჩვენ სამინისტრო ის განათლების გასაანალიზო როგორც ინსტიტუტს და თანხების არის შედებული, ჯერჯერობით შეჩერებული არის, რატომღაც აქ არ არის დიდი თანხებზე საუბარი, გასაკვირი არის პირდაპირ. არის საუბარი რაღაც თქვა 15-20 მილიონზე თეორიებაზე. განსაკუთრებით ხელსაწყოები თქვენ გადაჩინიათ ისე მაგრამ ჯობია თანამედროვე იყოს. განსაკუთრებით ერთად ქიმიას რაც ეხება ის არ აქვს. ძალიან დიდი მადლობა, მე შეგახსენებთ ჩვენი სტუმრები გახლავთ ქალბატონი ინგა ღვინირია, ექიმი ტოქსიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ბატონი ვიქტორ ჩიხლაძე, გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთა თანამშრომელი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი და ასევე ავთანდილ ამირანაშვილი, გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთა თანამშრომელი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი. დიდი მადლობა იმისათვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. ძალიან საინტერესო თემით მე კი მსმენელს მომშვიდობები მომავალ ხუთშაბათამდე პირველ საათზე ჩვენ ისევ ამ ტალღაზე მე დფმ 100 და 3-ზე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა.